სტუმრად ყავს მოყვანილი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი პრინციპში მე მინდა გითხრათ რომ რა ვიცი 60 წლისა ვარ ხო პრინციპში ამდენი ვიცხოვრია და რაღაც დროის მერე გამოცდილების მერე რაღაცამდე ხო ჩემ თავში ყოველ შემთხვევაში მივსულარ და ესე ვთქვათ რაღაცნაირად შინაგანად მაინც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში გამიანალიზებია ის რომ რას ნიშნავს სამართლიანი ხო ჭეშმარიტად დავუშვათ ქრისტეს სიყვარული გულში რას ნიშნავს ის და მე არ ვიძახი ხა სხვებზე ჩემზე ვიძახი მარტო რა და ჩემ ცოდვებზე თუ არაცოდვებზე და ზუსტად აი ესეთი რაღაცა პატარა ფაქტი მოხდა საქართველოში რომელსაც ძალიან დიდი ხნის წინ მინდოდა ყურადღება მიმექცია უბრალოდ ვერ მივაქცია ამას ყურადღება გადაცემაში იმიტომ რომ უწმინდესი გარდაიცვალა შემდეგ არ იყო ამის დრო რაღაცა მაგრამ ძალიან გულზე მოხდა იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ჩემთვის და იმდენად ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ამ ადამიანის მიმართ ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ განსტილი რომ გადავწყვიტე რომ წითელ პარასკევს მომეყვანა იმიტომ რომ საერთოდ მე არ მიყვარს რომ რაღაც ტაბუს ვადებ რამე თემას რა და არც დღევანდელი შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი და მინდა რომ ღიად ვილაპარაკოთ უბრალოდ იმაზე კი არა რომ დაუშვათ ვიღაცა განვიკითხოთ ან ვიღაცას არა უბრალოდ მინდა რომ ვილაპარაკოთ იმაზე რაც გვაწუხებს რა და ლუკა შენგელია იქნება რა ჩემი დღევანდელი სტუმარი დიდი მადლობა ლუკა რომ ხარ ჩემი სტუმარი და პრინციპში მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობა ჩვენ ესე ვთქვათ ღირებულებებში და იდენტობაში და ყველაფერში აბსოლუტურად პირველი ადგილი უჭირავს ქრისტეს და მართლმადიდებლობას და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია მაგრამ ის ამბავი რაც შენ დაგემართა ხო რომ აი ქარცეცხლში მოყევი აი კრიტიკის და განკითხვის და რაღაცის ხო მე არ მინდა ეხა კონკრეტულად რაღაცა ვიღაცას ვაწყენინო ან რაღაცა პირიქით არ გაიგოთ იმიტომ რომ რაღაც ვიღაცას წენინება მინდა უბრალოდ მინდა თავიდან ბოლომდე ვილაპარაკოთ ამაზე იმიტომ რომ დღევანდელი დღე არის ის დღე როდესაც ერთადერთი დღე ალბათ როდესაც მაცხოვარი ყველამ მიატოვა პარასკევ დღეს მაცხოვარი ზოგმა მიატოვა ესე ვთქვათ ღალატით ზოგმა მიატოვა შიშით ზოგმა მიატოვა ასეთ ზოგმა რა მნიშვნელობა აქვს ხო მარტო დარჩა მაშინ მაცხოვარი და მარტო ავიდა ჯვარზე ხო და აი ეს დღე არის დღეს რა და ზუსტად ამ დღეს მინდოდა აი ამ სიტუაციაზე ველაპარაკა რაც ლუკას გარშემო განვითარდა და დღესაც ვითარდება და პრინციპში ეს არის ხვედრი ყველა იმ ქრისტიანი ადამიანის ვინც ჭეშმარიტებას ემსახურება და ჭეშმარიტება ვიცით რომ ჩვენ არის ქრისტე და უფალი ისევე როგორც სიყვარული მადლობა ლუკა რომ ხარ ჩემი სტუმარი მოდი დავიწყოთ თავიდან აი თუ შეიძლება რა მოხდა ისეთი შენ ცხოვრებაში ხო ეხა ამ ბოლოს იმიტომ რომ მეც რო ნახეს იმაში რომ შეხვდა რაღაცეები რა სოციალურ ქსელებში და შენს მისამართით გამოთქმული ეს ლანძღვაგინება თუმცა იგივე ხალხი დაუშვათ რომელიც შენზე იძახთა რომ აი შენ ხარ და შემთხვევით არ ახარ გაჩენილი და შენ ესა და შენ შემთხვევით არ მოგიყვანა უფალმა ჩვენთან ჩვენ ამ დროში რაღაცა იგივე ხალხმა დაგიწყო ესე ვთქვათ დამუნათება გინება და აი რა მოდი შევადაროთ რა დღევანდელი დღე პირველი საუკუნე ერთმანეთს და მოდი ეს ყველაფერი გავიაროთ რა ხო პირველი საუკუნიდან დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება მართლს განკაცდა და
ამიტომ ესეთი რაღაც იყო ჩვენ ვხედავთ სახარებაში. იესო ხშირად ამბობს, რომ ვისაც ჩემი სწამს აქვს საუკუნო სიცოცხლე, მე არ მოვსულ ვარ მართალთა სახმობლად, მე მოვედი ცოდულთა სინანულად და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ ვხედავთ უფლის გარშემო არის ყველანაირი კატეგორიის ადამიანი შემოყრებილი. აი, მეძავი, მკვლელი, ყაჩაღი პირველი, ვინც იესომ სამოთხეს შეიყვანა, მატყუარები, არ ვიცნობ მე მაგ კაცს, სულმოკლეები და ეს იმ კატეგორიის ადამიანებია, ვინც უფალმა იხსნა, გადაარჩინა ისინი. მეძავს უთხრა მოგეტევა შენი ცოდვები, შენ მარწმენამ გიხსნა და უფალი ზუსტად ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ უძლურები ვართ, ვცოდავთ, დაცემულები ვართ და უფალმა გაგვამართლა ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა საკუთარ თავზე.